საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ გადაცემა ევროპულ არჩევანს. მე ვახო სანაია ვარ. რატომ ამტკიცებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს? ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა, რა ვითარებაში ირღვევა ყველაზე ხშირად დაკავებულთა უფლებები. 90-დღიანი, 60-დღიანი, 20-დღიანი პატიმრობა. აქვს თუ არა დაკავებულ საშუალება ოჯახის წევრს დაუკავშირდეს, რა სირთულეებს აწყდებიან ადვოკატები? არის თუ არა სასამართლო პროცესი ხშირად ფორმალობა ადმინისტრაციული პატიმრობის საქმის განხილვის დროს? აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს დაკავების იზოლატორები? რა შენიშვნები აქვს და რა ხარვეზებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტში, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია. განხილვა დღეს ევროპული არჩევანის სტუდიაში. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. საქართველოს ინტერესებშია მოაწესრიგოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ ამას არ გააკეთებს, დიდი ალბათობა, რომ ქვეყანა არაერთ საქმეს წააგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასწნიან Human Rights Watch-ის წარმომადგენლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგულირების არსებული სისტემა არღვევს ბრალდებულის უფლებებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე. დაკავებული პირის სისტემის რეფორმირების დასრულებას არ უნდა ელოდოს იმისთვის, რომ მისი ძირითადი უფლებები დაცული იყოს და მას პატივისცემით მოეპყრა. აცხადებს Human Rights Watch-ი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე დაიწერა მეორე დასკვნაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებულმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. წარმოგიდგენთ მათ: თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი ჩხეიძე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, სოფიო ბენაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ანა თვარაძე, კონსტიტუციის 42 მუხლი. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მსურდა, რომ რა თქმა უნდა დღევანდელ გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მოვიდნენ დღევანდელ გადაცემაში სამწუხაროდ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ შეკრებულ საზოგადოებას შეგვიძლია მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. ქავოთ თამარ, მოდი დავიწყოთ თქვენგან. ბუნებრივია ყველა ადამიანს, ვინც გვიყურებს, აინტერესებს უპირველეს ყოვლისა კონკრეტულად რა დროს შეიძლება დაირღვეს მისი უფლებები აი ამ კოდექსის მიხედვით. თქვათ, ეს ხდება დაკავების მომენტიდან თუ შემდეგ ეტაპს? მოგესალმებით. აქ საინტერესო ის არის, რომ ადამიანის უფლებები შეიძლება დაირღვეს ყველა ეტაპზე. დაწყებული დაკავების მომენტიდან, შემდეგ სასამართლო განხილვის ეტაპზე და შემდეგ მოგვიანებით, როდესაც უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორში გახდება ადამიანი. ზოგადად ვიდრე კონკრეტულად უფლებების დარღვევებზე გადავიდოდე, მინდა რამდენიმე მომენტი ვახსენო. პირველ რიგში ის, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს საქართველოში, არსებობს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რამდენიმე ქვეყანამ ის უკვე გააუქმა, მაგალითად ერთ-ერთი არის სომხეთი, რომელმაც წააგო საქმე სტრასბურგში და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გაეუქმებინა. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში მაგალითად ეს ვადა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იყო 15 დღე და არა მეტი. ასევე არის რუსეთში, აზერბაიჯანში და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც არსებობს ადმინისტრაციული პატიმრობა, ბევრად ნაკლებია ვადა, მაქსიმალური ვადა, ვიდრე ეს არის საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იყო 2009 წლამდე 30 დღე მაქსიმალური ვადა და შემდეგ გაიზარდა და 90 დღეს მიაღწია. ანუ 3 თვემდე ადამიანი ფაქტურად აღმოჩნდება დაკავებული, ისე რომ ძალიან სერიოზული უფლებადარღვევებს ექნება ამ პროცესში ადგილი. აქ მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ თანდათან დროთა განმავლობაში იზრდება ამ მექანიზმის გამოყენების ინტენსივობა. თუ კი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ გამოიყენებოდა, მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ კანონში ასეთივე ცუდი რეგულაციები იყო, მისი გამოყენება საერთოდ არ ხდებოდა. დღეს უკვე ჩვენ ვიცით, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე 1000 შემთხვევა არსებობს ადმინისტრაციული პატიმრობის და ეს დამატებით იმ ძალიან მაღალ სტატისტიკაზე, რაც ციხეში არსებული ადამიანებს
ძალიან არ ვიცი, იცით რა არის, ძალიან მარტივი არის პოლიციისთვის ასეთი ფორმის გამოყენება. ის არ მოითხოვს პოლიციისთვის თითქმის არანაირი მტკიცებულებების შეგროვებას. პოლიციელს შეუძლია რომ უბრალოდ მიიყვანოს მაგალითად პირი სასამართლოს წინაშე წარადგინოს, თქვას რომ ანუ ზეპირი განცხადება გააკეთოს რომ ეს პირი მაგალითად ან ხულიგნობდა ან წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას და ისევ რომ დამატებითი მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდეს საქმეში, ეს უკვე საკმარისი შეიძლება გახდეს იმისთვის რომ ადამიანი სამთვემდე პატიმრობაში აღმოჩნდეს. სასამართლოში რა ხდება ეს შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ ამაზე. მე მსურდა რაც დაგისვით პრინციპში შეკითხვა, თქვათ ადამიანი დააკავეს და ამბობთ რომ იწყება ყველა ეტაპზე თქვათ ირღვევა მისი უფლება. ხო, აი დააკავეს ადამიანი, მოდით რომ განუმარტოთ მაყურებელს. დაკავებიდან იმიტომ არსებობს პრობლემები, რომ დაკავების მომენტში კანონი არ ამბობს რომ პოლიცია ვალდებულია განუმარტოს მაგალითად პირს რატომ დააკავა, კონკრეტულად რაში ეპარება ეჭვი, ისი უფლებები აქვს, რა უფლებები აქვს დაკავებულს, რომ შეუძლია დაუკავშირდეს მაგალითად ან ოჯახს, ან ადვოკატს, ან განემარტოს სხვა უფლებები, რომ ის ჩვენებები შეიძლება მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის სტანდარტი, რაც არსებობს სისხლის სამართლის საქმეებში და დაკავების დროს რა წესებიც უნდა მუშაობდეს, ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული, რაც ჩვენი კანონმდებლობით და ჩვენი პრაქტიკით არ არის დაცული. ასევე მეორე სერიოზული პრობლემა არის ის, რომ როგორც წესი ამ ადამიანებს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ზარის უფლებით, ანუ ისინი ვერ ახერხებენ დაკავშირებას დაკავების მომენტში ან დაკავების შემდგომ, სანამ სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებიან, ვერ უკავშირდებიან ვერც ოჯახს და ვერც დამცველს და როგორც წესი, ძალიან ბევრი ადამიანი დაცვის გარეშე, ადვოკატის გარეშე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ეს არის მეორე პრობლემა. კაი, გასაგებია. კიდევ შევეხებით ამ საკითხს, მანამდე ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, რა ძირითად ხარვეზებს გამოყოფთ ამ კოდექსში? მე წარმოვადგენ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ჩვენი პროექტი მოწოდებულია, რომ ხარი დაუჭიროს სასამართლო ორგანოებს, რათა განახორციელონ რეფორმები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის თუ ეფექტურობის მიმართულებით და მათ შორის ხარს უჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სწორედ აღნიშნულ სფეროში მოახდინონ ადვოკატირება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლის როლის გაძლიერება აღნიშნულ პროცესში, რადგან მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს ეფექტურად მხარეთა უფლებების დაცვა. ის შენიშვნები, რაზეც საუბარია Human Rights Watch-ის ანგარიში თუ რაზეც მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამაფიქრებელია თავისთავად, რადგან მოსამართლის როლი ამ შემთხვევაში რათა უზრუნველყოს მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობა მათი უფლებები იყოს დაცული და წარმოადგინონ საკუთარი ინტერესები სასამართლოში, ბოლომდე შეიძლება მართლაც არ იყოს სასამართლოში რა პრობლემაა ძირითადად, რომ მოსამართლე ვთქვათ უსმენს მარტო პოლიციის. ეს ძირითადი პრობლემა, რაზეც მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რაზეც არის საუბარი მათ შორის და სხვა დასკვნაში, ეს არის დრო, რა დროშიც ხდება საქმის განხილვა, როდესაც მართლაც იმ ვადაში დაკავების შემდგომ 24 საათის შემდეგ მოსამართლემ უნდა განიხილოს საქმე, მოსამართლეც ალბათ არ ეძლევა საშუალება რათა ბოლომდე მოხდეს ამ შემთხვევაში უზრუნველყოფა მხარეებისთვის, რომ მხარეებმა წარადგინონ მტკიცებულებები და მოსამართლემ შეძლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მიმართებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლის როლი უნდა იყოს ნათელი და მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობაში მტკიცებულებების სტანდარტთა მიმართებაში, კანონმდებლობის თვალსაზრისით აქვე კვლავ მიუთითებდი ამ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა, მათ შორის იმ შენიშვნებზე, რაზეც საუბარი იყო. მტკიცების ტვირთთან მიმართებაში მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების ტვირთი მითითებულია, რომ სამართალმცავი ორგანოების მხარეზე არის, მტკიცების სტანდარტი არ არის ნათლად განსაზღვრული, თუ რა ტიპის მტკიცებულებები უნდა იყოს ამ შემთხვევაში წარდგენილი, რომ პირის მიმართ გამოყენებული იქნოს. ისეთი სანქცია, როგორც არის 90 დღემდე პატიმრობა. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად კანონმდებლობა მისცეს განსაზღვროს კვლავ სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლის უფლებამოსილებმა მტკიცებულებების გამოკვლევასთან მიმართებაში. აქვე კანონმდებლობა მთელი რიგი დასკვნა, მათ შორის გაეროს სპეციალური მოხსენებლის მოსაზრებები გამოქვეყნდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს სამუშაო ჯგუფის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა სულ ახლახანს, რომელიც საინტერესოდ თვითითებს იმ პრაქტიკასთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია მტკიცებულებებზე, რაც განიხილება მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დროს. რამდენად საკმარისი არის ეს მტკიცებულებები, რომ პირის მიმართ გამოყენებული იყოს ეს სანქცია, როგორც არის ადმინისტრაციული პატიმრობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ შემთხვევაში ერთი მხრივ არის პირთა უფლებების დაცვის საკითხი და მეორე მხრივ აქ დგას მოსამართლის როლის გაძლიერება, რათა მან უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა და უზრუნველყოს შესაძლებლობა იმისა, რომ მოქალაქეებმა დაიცვან საკუთარი უფლებები. გასაგებია, ქალბატონ სოფიო, ამ დასკვნაში წერია, რომ
სასამართლო ხშირ შემთხვევაში ასეთ საქმეების მიმართ პრაქტიკულად არის ფორმალობა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებებს და რა შეუძლია მოსამართლეს გააკეთოს იმისთვის, რომ ვთქვათ, მარტო არ იყოს გათვალისწინებული, რასაც მას პოლიციელი ეუბნება, არამედ მოусმინოს მეორე მხარესაც. მოგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში ფართო მიმოხილვა მოახდინა სწორედ ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ წარმოებას დაეთმო ძალიან დიდი ყურადღება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაანალიზდა რამდენიმე ასეული ადმინისტრაციული დადგენილება და გამოიკვეთა ის სისტემური პრობლემები, რომელიც ფიქსირდებოდა მსგავს საქმეებთან მიმართებაში. მე უბრალოდ შევეხები მათ ძალიან მოკლედ. პირველი ეს იყო შაბლონურობა. ზოგადად, როდესაც აპარატში შემოდის ადმინისტრაციული დადგენილებები, როგორც წესი ისინი ერთმანეთს ძალიან გავს. რამდენიმე ასეული ადმინისტრაციული დადგენილება ფაქტიურად სახელი და გვარი იყო შეცვლილი, როდესაც ჩვენ მონიტორინგი ჩავატარეთ და იმეორებდა ერთი და იგივე ტექსტს. მეორე ეს იყო მტკიცებულებათა ნაკლებობა საქმეში. ეს იყო ძირითადად დადგენილებები ეყრდნობოდა პატრულ ინსპექტორთა ჩვენებებს. ძალიან ხშირად მეტი მტკიცებულება ფაქტიურად საქმეში არ მოიძიებოდა. ასევე შეინიშნებოდა დაცვის გარანტიების ნაკლებობაც. მაგალითად არის პროცესები, როდესაც ელემენტარულად დამცველი არესტრება ადმინისტრაციული პროცესს, შუამდგომლობების პრობლემები გამოიკვეთება ძალიან ხშირად, როდესაც მხარეების მიერ ხდება შუამდგომლობების დაყენება აბსოლუტურად ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე მოსამართლე ხშირად მათ არ აკმაყოფილებს და ასე შემდეგ. ასევე ხშირად გვხდება სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელი ძალიან ბევრ დადგენილებაში სამოტივაციო ნაწილი, ანუ ეს არის ის ნაწილი, რომელშიც რეალურად მოსამართლემ უნდა გაშალოს მსჯელობა, რატომ დაადგინა თუ არ დაადგინა ამა თუ იმ პირის მხრიდან სამართალ დარღვევის ჩადენა. ძალიან ხშირად გვხდება ხოლმე ან ერთი წინადადება, ან ორი წინადადება და ასე შემდეგ. მე ერთი საკითხი მაინტერესებს, არ ვიცი, შეიძლება ზუსტი რაღაც სტატისტიკური მონაცემი თქვენ არ გაქვთ, მაგრამ დაახლოებით შეფარდება, როგორი შეიძლება იყოს, როგორი არის უпростоრად ასეთ საქმეებზე. ანუ მოსამართლე ყოველთვის როგორც წესი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მიუსაჯოს 30 დღიანი ან 60 დღიანი, 90 დღიანი პატიმრობა. შეუძლებელია ზოგადად ადმინისტრაციული სამართალწარმოების სიხშირიდან გამომდინარე ძალიან რთულია, ეხლა მე კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანებ. მაგრამ ზოგადი წარმოდგენა რო იყოს. პრაქტიკაში ეს მოიაზრება როგორც სისტემური პრობლემა. ძალიან ხშირად პატრულ ინსპექტორთა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენებები სასამართლო პროცესზე ხდება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საფუძველი. ამავდროულად ჩვენ ძალიან ხშირად განვიხილავთ ხოლმე ისეთ საქმეებს, რომელიც ეხება შეკრება მანიფესტაციების დროს პირთა დაკავებებს. მსგავს შემთხვევებშიც, როგორც წესი, პირთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელები გამოიყენება ან ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა და აი ამ საქმეებშიც ანუ ანალოგიური პრობლემები გვხდება. როგორც უკვე აღვნიშნე 2009 წლიდან ფაქტიურად სახალხო დამცველი ამაზე საუბრობდა, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით რაღაცა ეფექტური გაუმჯობესება ამ კუთხით არ შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, გასაგებია და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს არის სწრაფი და ეფექტური სამართალწარმოება. ეს არც უნდა იყოს და მოიაზრებოდეს ძალიან ხანგრძლივ პროცედურად. თუმცა აუცილებელია ამ პროცესის განმავლობაში დაცული იყოს ის მინიმალური კი არა და ის სტანდარტები, საერთაშორისო და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტები, რომლის დაცვის ვალდებულებაც ამ შემთხვევაში სასამართლოს გააჩნია. გასაგებია, ქაბატონ ანა, ამ დასკვნაში, რომელიც ახლა მეწინ მიდევს, წერია, რომ ადვოკატებს ექნებათ ძალიან ხშირად პრობლემები და მოდით გითხარით, რა პრობლემებია ეს და რა ეტაპზე ძირითადად. მოგახსენებთ უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოადგენილი სამართლებრივი მოსაზრება ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად ნაწილს, ანუ ეს იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი ვერსია, ანუ ჩვენ რაზეც ხელი მიგვიწვევდა, შესაბამისად შევიმუშავოთ ჩვენი რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის შესახებ განკარგულების გასაჩივრების დრო და მისი ფორმები. ანუ ეს არის ის პრობლემა, რაც ადვოკატს ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს ხდება. პროექტის განსახილველ ვერსიაში არის ჩანაწერი, რომ ადმინისტრაციული სახდელის შესახებ განკარგულება გასაჩივრდება მხარისათვის ოფიციალური გაცნობის შემდეგ.
მაგრამ არ არის საკონკრეტებული დეფინიცია, რა იგულისხმება ოფიციალურ გაცნობაში. აუცილებელია კანონმდებელმა ჩადოს ზუსტი მითითება ოფიციალურ გაცნობაში რა იგულისხმება მხარისათვის განკარგულების გადაცემის მომენტი თუ ჩაბარების მომენტი. ეს არის ჩვენი პირველი რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმისათვის, რომ ადვოკატმაც და იმ პირმა, ვინც დაობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის დროს პროცესზე, მისი კონსტიტუციით დაცული უფლებები, როგორც არის გასაჩივრების უფლება, იყოს გარანტირებული. შემდეგი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა ჩვენს მიერ კანონპროექტის განხილვისა და მოსაზრებების შესწავლის დროს, ეს დავეთანხმები ჩემს კოლეგას გიორგის აღნიშნა მტკიცებულებების განუსაზღვრელობა მოცემულ კანონპროექტში, არ არის მტკიცებულებების დასაშორების კრიტერიუმები გათვალისწინებული, რაც რიგ შემთხვევაში ქმნის და შემდგომშიც არის გარანტია იმისა, რომ შექმნეს ადმინისტრაციული პროცესის განხორციელების დროს პრობლემები სამართალწარმოებაში. არ არის განსაზღვრული თუ რა სახის მტკიცებულებები შეიძლება იქნეს დაშვებული, მხარის მიერ წარმოდგენილი და რომელ მტკიცებულებებს შეიძლება მიენიჭოს იურიდიული ძალა. მტკიცებულებათა განსაზღვრა, ვფიქრობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმისათვის, რომ იყოს დაცული მოცემულ კანონპროექტში და ეს ხელ შეუწყობს როგორც მტკიცების ტვირთის შესაბამისობას, ისევე კონსტიტუციით დაცული უფლებების. თქვენ რახან ამ მიმართულებით მუშაობდით, საარჩევნო კონტექსტზე ვისაუბროთ, როგორ ეხება საარჩევნო პროცესს ეს კოდექსი? კი ბატონო, მე ალბათ ცოტა განსხვავებული მიმართულებით წავიყვან ჩვენს საუბარს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ზოგადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩვენთვის სამართლიანი არჩევნებისთვის საინტერესო გახდა არჩევნების ჭრილში, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები დავინტერესდით 2008 წლის არჩევნების შემდგომ, როდესაც საკმაოდ ხშირი იყო დარღვევები იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების თუ სხვა პირების მიერ, იგივე წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა და ასე შემდეგ. ყოველივე აი ამ ტიპის დარღვევებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ასევე საარჩევნო კოდექსი. ანუ საადმინისტრაციული სამართალდარღვევები ორივე კანონში იყო მოცემული და ჩვენთვის საინტერესო იყო, რამდენად ხშირად იყენებდა საარჩევნო ადმინისტრაცია აი ამ პასუხისმგებლობის ზომებს დამრღვევი პირების მიმართ და რამდენად ეფექტური ზემოქმედების ძალა ჰქონდა თუნდაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შეკავების მოქმედებდა თუ არა იგი როგორც პრევენციული ზომა და ხდებოდა თუ არა ამ პასუხისმგებლობების აღსრულება. განსხვავებული სტატისტიკა არის ნამდვილად, რაზეც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, თუ თქვათ ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში უფრო ხშირად თქვათ ხდება პატიმრობის შეფერდება და ასე შემდეგ, ნამდვილად არ გამოირჩეოდა აქტიურობით საარჩევნო ადმინისტრაცია. მე ალბათ რამოდენიმე შემთხვევას გავიხსენებდი, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციამ რეალურად გამოიყენა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდამხოების მიმართ და შეუფარდა შესაბამისი პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევებში შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად იყო ორივე კანონში ჩადებული პასუხისმგებლობის ზომები საარჩევნო კანონმდებლობის და დარღვევისთვის და როგორც წესი პროცედურულადაც არ ხდებოდა ხოლმე მტკიცებულებების გამოკვლევა, უპირატესობა ენიჭებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მიერ მიცემულ ჩვენებას, განსხვავებით თქვათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ და როგორც წესი არ ხდებოდა აღსრულება და გამოყენება პასუხისმგებლობის ზომების და დამრღვევების მიმართ. რამაც თუმცა იყო სხვა პრობლემებიც, ასევე ეს იყო კანონმდებლობასთან დაკავშირებული. მთელ რიგ შემთხვევებში გაწერილი არ იყო პროცედურები თუ როგორ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო კოდექსი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პასუხისმგებლობების ნაწილში ურთიერთგამომრიცხავ მუხლებს ითვალისწინებდა. არჩევნების დროს ეს კოდექსი მუშაობს თუ არ მუშაობს? დღემდე ეს კოდექსი პარალელურად მუშაობდა საარჩევნო კოდექსთან ერთად. და იყო პრობლემა ამის გამო, იმიტომ რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2009 წლის დეკემბერში შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში და ვითხოვდით, რომ მთელი სამართალდარღვევები თავმოყრილიყო მხოლოდ საარჩევნო კოდექსში და ამოღებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან, თუმცა მოხდა ისე, რომ პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მაგრამ დატოვა არსებული ნორმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ფაქტობრივად ამ კოდექსს სრულიად უფუნქციოს ხდიდა, მთელ რიგ შემთხვევებში გაურკვევლობას და გაუგებრობას
განხილვას წარმოშობდა, იმიტომ რომ ერთი და იგივე დარღვევისთვის არსებობდა განსხვავებული პასუხისმგებლობის ზომები ორივე კანონით და ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც წინააღმდეგობრივი იყო და ასევე თქვა ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ისეთ შემთხვევებში, რაზეც კოდექსი არ ითვალისწინებდა საერთოდ პასუხისმგებლობას და არ თვლიდა როგორც სამართალდარღვევას. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის დახვეწის საკითხი ძალიან სერიოზულად იდგა და ჩვენ გვქონდა კონკრეტული რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს ერთი პრობლემა იყო და მეორე იყო აღსრულების პრობლემა. რეალურად ის არ გამოიყენებოდა ეფექტურად და არ ქონდა არანაირი პრევენციული მექანიზმი გასაგებია, კარგი არჩევნებიდან, საარჩევნო პროცესიდან მოვბრუნდეთ. ჩვენ შევეხეთ დაკავების ეპიზოდს ადამიანის, ასევე სასამართლოსაც შევეხეთ. აი რა ხდება იზოლატორებთან დაკავშირებით, აქ ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები, პატიმრების? დიახ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის. მე ვახსენე, რომ წლების განმავლობაში საერთოდ არ ხდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება და მთავარი მიზეზი ამის იყო ის, რომ არ არსებობდა ადგილი, სადაც სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ასეთი წესით დაკავებულ ადამიანებს განათავსებდნენ და მოხდებოდა იმ სტანდარტების დაცვა, რა სტანდარტებიც არსებობს ზოგადად თავისუფლება აღკვეთილი პირების განთავსებისთვის. ამ ადამიანებს ვერ წაიყვანენ და არც მიყავთ სასჯელ ახსნების დაწესებულებებში, ანუ ციხეებში ან სხვა დაწესებულებებში, რომლებიც შედის პენიტენციალურ სისტემაში და შესაბამისად არ არსებობს ცალკე დღესაც არ არსებობს ცალკე გამოყოფილი სივრცე მათთვის და შესაბამისად ეს ადამიანები როგორც წესი უпростоრეთ ყველა შემთხვევაში არიან მოთავსებული დროებით მოთავსების იზოლატორებში, რომლებიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და განკუთვნილი არის მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში პირის გასაჩერებლად. ანუ ფიზიკურად არ არის გათვლილი იმაზე, რომ 3 თვის განმავლობაში ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირობები არ არის ისეთი, რომ თქვა 90 დღე გაძლოს ადამიანმა. არა მხოლოდ პირობები არ არის, არამედ წლების განმავლობაში არც არსებობდა რაიმე წესი, რაღაც მინიმალური გარანტიები, მაგალითად, რა კვება როგორი უნდა ყოფილიყო, შხაპი როგორი, ჰიგიენის დაცვის პირობები როგორი უნდა ყოფილიყო, ფართობი რამდენი უნდა ყოფილიყო ამ ადამიანებზე გამოყოფილი და ასე შემდეგ. ამ სიტუაციაში რა შედეგს ვიღებთ? ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან ხშირად ვიღებდით არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, იმიტომ რომ თავისთავად, როდესაც ადამიანი ჩვენ გქონდა შემთხვევები, როდესაც დაკავებული პირები ერთი თვის განმავლობაში იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული და მათ არ ქონდათ მთელი თვის განმავლობაში არ ქონდათ შხაპის მიღების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ სტანდარტს არღვევს და ეს უთანაბდება არასათანადო და წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეული იზოლატორების გარემონტება მოხდა და რაღაც გარკვეული ცდილობები პირობების გაუმჯობესებისა იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც არ არის ფიზიკურად არ არის ეს ადგილები გათვლილი იმისთვის, რომ ასეთი ხანგრძლივი დროით იყვნენ ადამიანები იქ განთავსებული და მე ვფიქრობ, რომ მაინც სერიოზული პრობლემები არსებობს ამ კუთხით. სხვათა შორის, როდესაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებები უნდა შესულიყო ადმინისტრაციულ პატიმრობასთან მიმართებით, ყველაზე მეტად მზაობა გამოითქვა, რომ პირობები გაუმჯობესდეს, როდესაც ადმინისტრაციულ პატიმრებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით, მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი არის ის პერიოდი და ის ეტაპი, როგორ ხვდება ადამიანი იმ თუნდაც მოწესრიგებულ იზოლატორში. ანუ თუ მანამდე პროცედურები არ გაიწერება და სხვათა შორის Human Rights Watch ძალიან დეტალურად და ძალიან კარგად საუბრობს ყველა ეტაპზე, რა ეტაპზეც ადამიანის უფლებების დარღვევას აქვს ადგილი. სრულიად იდეალური პირობები რომც არსებობდეს იზოლატორში, თუ კი ადამიანს უკანონოდ და უფლებების დარღვევით აღეკვეთება თავისუფლება, რა თქმა უნდა, ეს სრულებით ვერ მოხსნის იმ პრობლემას, რა პრობლემებიც არსებობს, მაგრამ იმ პროცედურაზე, პროცედურულ დარღვევებზე და უფლებების დარღვევებზე კიდევ დამატებული იზოლატორში ძალიან მძიმე პრობლემები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის და ეს საერთოდ ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ იმედია, რომ არა მხოლოდ სხვათა შორის ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო. როდესაც ახალი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი შეიქმნა, ბევრი მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ეს კოდექსი არ შეეხება ხომ მხოლოდ პატიმრობას, ეს არის დაწყებული საგზაო წესების დარღვევისთვის დაჯარიმებით და დასრულებული საარჩევნო პროცედურებით ყველაფერს მოიცავს და ყველა სამართალდარღვევა არის ძალიან ბევრი რაღაც. უბრალოდ ზოგიერთ შემთხვევაში სანქციად არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა და როგორც ყველაზე პრობლემურ ნაწილს ჩვენ ამას გამოვყოფთ. მაგრამ აქ საინტერესო არის ის, რომ სხვადასხვა მიმართულებებით გარკვეული გაუმჯობესება პროექტში ამ კანონისა შეინიშნება. ერთადერთი მიმართულება, ალბათ რომელი კუთხითაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ გაუმჯობესებას, არამედ ვხედავთ მხოლოდ გაუარესებას, აქამდე დღემდე ყოველ შემთხვევაში ეს არის სწორედ ადმინისტრაციული
პატიმრობა. მაგალითად, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. თუ კი მოქმედი კანონით პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ სრულწლოვან პირს, ანუ 18 წელს რომ მიაღწევს მხოლოდ მას შემდეგ, ეს ასაკი მცირდება და 16 წელს მიღწეული პირი უკვე შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული პატიმრობის სუბიექტი. ანუ ეს მე ვფიქრობ და იმ ფონზე, როდესაც არანაირი გაუმჯობესება იმ პროცედურული ხარვეზების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კოდექსში მოცემული არ არის. მე მგონი ყოველთვის უკვე ძალიან ცხადეს კარგი იქნებოდა დღეს რომ პარლამენტის წარმომადგენლები ან სამინისტროების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ მათი აზრი არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, რას ფიქრობენ და აპირებენ თუ არა, მე იმედი მაქვს რომ აპირებენ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, იმიტომ რომ ეს არ არის უკვე მხოლოდ ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ ან სახალხო დამცველი საუბრობს, ეს არის უკვე ესეთი მე მგონი უკვე ყოველთვის აღიარებული ფაქტი, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ კუთხით. ამაზე მომზადებულია გაერო სპეციალური მოხსენებლის ანგარიში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ უკვე ამაზე და მე იმედი მაქვს, რომ ამ კანონპროექტში არ დარჩება ეს ჩანაწერი იმ ფორმით, რა ფორმითაც არის. იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე თუ მომამზადებთ კიდევ ერთ გადაცემას, მაშინ მაინც მოვლის. დიდი იმედი მაქვს. ბატონ გიორგი, არ მინდა ვთქვათ რაღაც ეტაპი გამოგჩეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადამიანებისთვის. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ხელისშემშლელ გარემოებებზეა ლაპარაკი, გაგვიმარტეთ ეს რას ნიშნავს და აქვე მე გავაგრძელებდი, რასაც ქალბატონი თამარი საუბრობდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც გახლავთ აქ, რომ ამ კოდექსის განხილვა დღეს მიმდინარეობს ჯერ კიდევ და არის საშუალება რომ მთელი რიგი შენიშვნები რაც გამოითქვა იყოს გაზიარებული და ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ მიღებული და თავისთავად ფაქტი რომ ახალი კოდექსის შემუშავება მოხდა და განხილვა პარლამენტის მხრიდან არის მისასალმებელი იქიდან გამომდინარე რომ დღეს მოქმედი კოდექსი საკმაოდ ძველია ამაზე მეორე ნაწილში გადაცემის შეეხება სასამართლოს მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს გაუმჯობესებული მოსამართლის როლი მათ შორის გასაჩივრებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს იყო დაკნინებული დღეს არსებული კოდექსით, ადრე არსებული ნორმით არ იყო ეფექტური გასაჩივრების მექანიზმი ზემდგომ ინსტანციებში. ახალი კოდექსი უფრო მეტად გაუმჯობესებულია ამ თვალსაზრისით და ითვალისწინებს, ახალი პროექტი ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას, მაგრამ აქვე არის მთელი რიგი საკითხები, რომ ალბათ საინტერესო იქნება, რომ დამატებით დაზუსტდეს, როგორიც არის მათ შორის დასაშვებების საკითხი სააპელაციო ეტაპზე, რამდენად საჩივარი მოქალაქის მხრიდან რა შემთხვევაში შეიძლება იყოს წარდგენილი და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დაშვებული სააპელაციო ინსტანციაში და აქვე მნიშვნელოვანია კვლავ მოსამართლის როლის გაძლიერება, რათა მან უზრუნველყოს მხარეთა მხრიდან შეჯიბრობითობის საფუძველზე მხარეთა მხრიდან მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. აი ზუსტ უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, აი გასაჩივრების ხელისშემშლელი გარემოებები რა არის? როგორც გითხარით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას აქ, რაზეც საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის გახლავთ ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობა პირისათვის, რათა მან დროულად მოახდინოს გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში და მათ შორის ზემდგომ ინსტანციის მხრიდან კანონმდებლობით არსებული პროექტით ნათლად არ არის, როგორც აღინიშნა, განსაზღვრული საჩივრის დაშვებადობის და დასაშვებობის ესე ვთქვათ კრიტერიუმები, რაც მნიშვნელოვანია რომ მოქალაქე მიცოდეს რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საჩივარი დაშვებული ზემდგომ ინსტანციაში. გასაგები. თუ შეიძლება დაამატეთ და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო, რაც უფრო გასაგებს გახდის ალბათ ამ საკითხს. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ როგორც წესი გვაქვს, ეს არის რა თქმა უნდა მოკლე ვადები არის, მხოლოდ 48 საათი არსებობს გასაჩივრებისთვის, ვთქვათ შეფარდების ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებისა და აუცილებლად საჭირო არის ამ დროს რომ გქონდეს თვითონ იმ პირის ხელმოწერა, ანუ სააპელაციო საჩივარს ხელი უნდა მოაწეროს თვითონ დაკავებულმა. მაგალითად 26 მაისის შემდეგ ჩვენ ძალიან სერიოზულად დაგვიდგა ესეთი პრობლემა, რომ ჩვენ 48 საათის განმავლობაში ფიზიკურად ვერ ვახერხებდით იმ ადამიანების მოძებნას, ვისი სახელითაც უნდა გაგვესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილებები. ამან შეგვიქმნა თითქმის ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძელით ასეთი პატიმრობის შეფარდების გასაჩივრება, იმიტომ რომ ან ვერ ვახერხებდით პასუხის მიღება, სად იყვნენ ეს ადამიანები, დაკავებული ადამიანები, რომელი იზოლატორში იმყოფებოდნენ, ან ხდებოდა მათი გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეში და გზაში იყვნენ ფიზიკურად იმ დროს, როდესაც ასეთი ვადა გავიდა და ხელი უნდა მოეწერათ ამ ადამიანებს და ამანაც რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულად გაგვირთულა, ან უბრალოდ ფაქტურად დაუკარგა ამ ადამიანებს გასაჩივრების შესაძლებლობა. მაგრამ თვითონ ეს გასაჩივრებაც მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან ეფექტური არის, იმიტომ რომ მე მახსენდა
მოგვიანდება ახალგაზრდათა ასოციაციის შემთხვევაში მხოლოდ ერთი შემთხვევა ძალიან ბევრი საჩივრიდან, როდესაც გარკვეული შედეგი გამოიღო გასაჩივრებამ, იმიტომ რომ როგორც წესი ყველა ასეთი საჩივარი რჩება განუხილველი, ანუ უბრალოდ არ იხილავს აპელაციო სასამართლო ასეთ განაცხადებს. გასაგებია, რეკლამა უნდა გამოაცხადოთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებ, ჩვენ საუბრობთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. შეგახსენებთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მთელი რიგი შენიშვნები ამ კოდექსთან დაკავშირებით და სწორედ ისინი არიან დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე მინდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუსვა კვლავ შეკითხვა. მოძიების პრობლემას შევეხეთ ჩვენ რეკლამაზე გასვლამდე. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს პრობლემა და 26 მაისიც ვახსენეთ. რა შეიძლება ჩაიწეროს კოდექსში ისეთი, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, რომ თქვათ სად იმყოფება ადამიანი, ეს გაიგოს თქვათ თუნდაც მისმა ადვოკატმა და ან ოჯახის წევრებმა. მოძიების პრობლემასთან დაკავშირებით, როდესაც ქალბატონი თამარი საუბრობდა 26 მაისის ფაქტებზე, საქართველოს სახალხო დამცველმაც დააფიქსირა აღნიშნული პრობლემა თავის განცხადებაშიც და ანგარიშშიც. ნამდვილად დავეთანხმები, მსგავს შემთხვევაში ხდება ხოლმე იქნება ხოლმე გარკვეული ტიპის პრობლემები, რა შეიძლება დაფიქსირდეს კანონში. მე ალბათ ძალიან გამიჭირდება ეხა იდეალური ნორმის ფორმულირება მე ეთერში, თუმცა ერთადერთი გამოსავალი ამ ხრივ გვაქვს ის, რომ აუცილებელი უნდა გახდეს შეტყობინება ახლობლების. ანუ ამას ისე მივყავართ ჩვენ იმ პროცესუალურ. ვინ უნდა შეატყობინოს სამართალდამცველმა ორგანოებმა, რომ დააკავეს ადამიანი და აქ იმყოფება? დაკავების შემთხვევაში სამართალდამცველმა ორგანოებმა იზოლატორში შეყვანისას აუცილებელი უნდა გახდეს პირის მოთხოვნისთანავე, ვთქვათ, დაუყოვნებლივ შეტყობინება მისი ახლობლებისთვის, ან საშუალება უნდა მიეცეს ამ ადამიანს, რომ დაუკავშირდეს დამცველს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს თქვათ კანონში არ წერია, რომ დაკავების შემთხვევაში ადამიანს აქვს ზარის განხორციელების უფლება. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, მსგავსი ჩანაწერები არის. თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ჩანაწერები არის გარკვეულწილად ბუნდოვანი. ანუ იქ არ არის ჩამოყალიბებული პირდაპირ, ვთქვათ, მოთხოვნა და აუცილებლობა მსგავსი ღონისძიების განხორციელების. თუ არ ვცდები, ფორმულირება არის შემდეგნაირი, რომ მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეატყობინონ. სავალდებულო არის მხოლოდ არასრულწლოვნის შემთხვევაში. მიგვაჩნია რომ ზოგადად პროცესუალური გარანტიები, რომელიც ჩამოყალიბდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, უნდა იყოს ისეთივე მძლავრი, როგორიც არის, ვთქვათ, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს პირის დაკავება. მიუხედავად ამ და ისევე როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირებს აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. ამიტომ მიგვაჩნია რომ ისევე უნდა ფარავდეს და ისევე ნათლად და დეტალურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ის ვალდებულებები, რომელიც შესაბამის ორგანოებს აქვთ, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. დაკავებულებთან დაკავშირებით და ზოგადად პირობებთან დაკავშირებით ავგნიშნავ და გავაგრძელებ თემას, თუნებას მომცემთ. ამ საკითხის აქტუალობის დამადასტურებელი არის იგივე სტატისტიკური მონაცემი. მე სპეციალურად წამოვიღე დღეს ეს მონაცემები, მაგალითად საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წლის ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, რომ 2010 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული 2839 პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. დამერწმუნებით, რომ 1 წლის განმავლობაში ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. უმეტეს, როგორც უკვე აღნიშნა, საუბარი არის ხშირად 90 დღეზე, ფაქტობრივად 3 თვეზე. სახალხო დამცველის აპარატში არის ეროვნული პრევენციის მექანიზმი, რომელიც მუდმივად ახორციელებს ყველა თავისუფლება აღკვეთის ადგილის და დაწესებულების მონიტორინგს, მათ შორის ახორციელებს დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგს. თვითოულ სპეციალურ ანგარიში თუ საპარლამენტო ანგარიში მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ იზოლატორებში შექმნილი მდგომარეობა ფაქტობრივად უტოლდება
ღირსების შემლახავ მოპყრობას. იგი არ აკმაყოფილებს არათუ საერთაშორისო სტანდარტებს, მაგალითად CPT სტანდარტებს, არამედ არ აკმაყოფილებს არც შიდა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნა გარკვეული წესები, თუ არ ვცდები, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელმაც მეტნაკლებად გააუმჯობესა ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ინფრასტრუქტურის სიძველიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში ამის განხორციელების შესაძლებლობაც არ არის. არ იყოს დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსება საერთოდ ამ ტიპის პატიმრების თუ რაღაც ახალი უნდა აშენდეს მათთვის? ეს არის მოლაპარაკების საგანი. აუცილებელია საერთაშორისო აქტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი პარლამენტი, კანონმდებლები ყველანი დასხდნენ და მოიფიქრონ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება უმჯობესი ადამიანის უფლებების დასაცავად. თუმცა კონკრეტული რეკომენდაცია აი ამ კონკრეტული არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც გასცა საქართველოს სახალხო დამცველმა, იყო ის, რომ ადმინისტრაციული პატიმრობისთვის უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სპეციალური დაწესებულება რეგიონული პრინციპის მიხედვით და ამის ნახვა არის შესაძლებელი თქვათ იგივე სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშებში. ყოველ შემთხვევაში ფაქტია და ნათელია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ნამდვილად არ აკმაყოფილებს არანაირ საკუთრებანა არასამთავრობო ორგანიზაციები რა ფორმით მონაწილეობდით, თქვა თუ კონდათ კონსულტაციები, სანამ პირველი მოსმენით მიიღებდა პარლამენტი ამ პროექტს? მოგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანებულია რამდენიმე ორგანიზაცია, შექმნილია სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი შექმნილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და ჩვენი ჯგუფში გაერთიანებულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და არაერთხელ მოვიჭრეთ კანონმდებლებით სამუშაო ჯგუფში ჩართულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ესეთი გამოხმაურება არ მოყოლია ჩვენ შეთავაზებას, ამიტომ ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რაც მოიცავს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს სამართალდარღვევათა კოდექსზე, გადაგზავნილი იქნება ასე ვთქვათ ფართო მასებისათვის და ეს დოკუმენტი არის ღია, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებისათვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ველოდებით გამოხმაურებას, დამატებით რეკომენდაციებს და შენიშვნებს და ერთობლივი ძალისხმევით ვფიქრობთ, რომ ყოველთვის მიღებული დოკუმენტის შემუშავება შესაძლებელია. ერთი საკითხი აქ ძალიან საინტერესო, ჩვენ გვინახავს, რომ ვთქვათ კოდექსები მიღებულა ძალიან მოკლე დროში, მაგრამ ეს კოდექსი მიიღეს პირველი მოსმენით გასული წლის ივნისში და შემდეგ დანარჩენი ორი მოსმენა არ ყოფილა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ვთქვათ მართველი გუნდი ხვდება, რომ ბევრი რაღაც არის დასახვეწი და ამიტომ აღარ გააგრძელა დანარჩენი მოსმენები თუ რა შეესაბამება. ამ კოდექსს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ის ინიცირებული იყო 2008 წელს, ანუ პარლამენტში მოხდა 2008 წელს, შემდეგ რაღაც დროის განმავლობაში არ მიმდინარეობდა, მუშაობა შეჩერებული იყო. ნამდვილად გასული წლის გაზაფხულზე მოხდა პირველი მოსმენით მიღება ამ კოდექსის და შემდეგ ისევ გარკვეულწილად შეჩერდა პროცესი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ჯერჯერობით ზოგადი ნაწილი, მხოლოდ და არა სრულად გადაგზავნილი არის ევროპის საბჭოს ექსპერტებთან დასკვნის მოსამზადებლად და ამ დასკვნის მომზადების შემდეგ უნდა განაახლოს, ძირითადად იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული, იუსტიციის სამინისტრომ უნდა განაახლოს მუშა პროცესი ამ კოდექსის მომზადების. მიზეზია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არის ალბათ ის, რომ თვითონ ეს კოდექსი ძალიან რთული კოდექსი არის, ეს არ არის მარტივად შესაქმნელი, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულებით მოიცავს საკითხებს და ამიტომ ყველა უწყებასთან, ყველა სამინისტროსთან ფაქტურად გარკვეული თანამშრომლობა არის საჭირო და კომუნიკაცია, რომ დაიხვეწოს არა მხოლოდ ზოგადი ნაწილი, არამედ კერძო ნაწილის შემუშავება, ანუ კონკრეტულად რა არის სამართალდარღვევა და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, ანუ ეს საკითხები კიდევ უფრო რთული გასაწერი არის, ვიდრე ზოგადი პრინციპები. ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ცნობილი არის მხოლოდ ზოგადი ნაწილი ამ კოდექსის და ჩვენ დღეს ყველა ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ზოგად ნაწილზე, იმიტომ რომ კერძო ნაწილი ვთქვათ რა სახეს მიიღებს, ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მოსაზრება იქნება ექსპერტების მხრიდან ჩამოყალიბებული და რა შენიშვნები დაფიქსირდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წუხილები ან რეკომენდაციები ამ კუთხით მივაწოდოთ ექსპერტებს და განსაკუთრებით ვცდილობთ, რომ აქცენტი ყურადღება გავამახვილებინოთ სწორედ ადმინისტრაციულ პატიმრობაზე ვინაიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა საქართველოს პარლამენტთანაც იურიდიულ კომიტეტთან არაერთხელ საუბარი ამ საკითხზე, ასევე გვქონდა უწყება
საბჭოთა შორისი საბჭო არსებობს სისხლის სამართლის რეფორმის რომლის ფარგლებშიც ერთი შეხვედრა მიეძღვნა, მხოლოდ არ ყოფილა ძალიან ინტენსიური შეხვედრები, მაგრამ ის შეხვედრა, როდესაც თქვა სამინისტროს მხრიდან დაეთმო დრო ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაფიქსირეთ და წერილობითაც მივაწოდეთ ჩვენი შენიშვნები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცნობილი არის კარგად ხელისუფლებისთვის და როგორც სამინისტროებისთვის, ასევე საქართველოს პარლამენტისთვის, რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციის საკითხებზე ძალიან აქტიურად მუშაობთ და გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ექსპერტების დასკვნის ჩამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ, ვისაუბროთ და უკვე გავიგოთ ხელისუფლების პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია მათთვის საკმაოდ კარგად არის. გასაგებია, ქაბატონინო, არჩევნების მიმართულებით კითხავთ, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება ქვეყანას და თუ ვერ მოხერხდა ამ კოდექსის მიღება სამივე მოსმენით, ან ეს შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, რა ასახვა შეიძლება პროს საარჩევნო პროცესს? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის მხოლოდ ის, რაც არის მოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ანუ ისინი შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა კანონებში და მათ შორის საარჩევნო სამართალდარღვევები უკვე არის მოცემული ჩვენს ახალად მიღებულ საარჩევნო კოდექსში და ამ თვალსაზრისით ალბათ მნიშვნელოვან ცვლილებებს თუნდაც ამ კოდექსის მიღების შემთხვევაშიც არ ველოდებით. რაც მინდა აღვნიშნო იმ დარღვევებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებით არის ის, რომ რიგ შემთხვევებში ჩვენ გვეჩვენება, რომ კანონმდებლობა არის საკმაოდ ლიბერალური დამრღვევის მიმართ. მაგალითად, თუ მოვიყვანთ შედარების თვალსაზრისით, მაგალითად, მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა არის დაწესებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, როდესაც თქვა მას ხელს უშლიან სადამკვირვებლო ფუნქციის განხორციელებაში. ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის საჯარო მოხელეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ 2000 ლარიანი ჯარიმა და უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩვენი არასამთავრობოების რეკომენდაცია, აქამდე ეს თანხა შეადგენდა 1000 ლარს. ანუ საკმაოდ რბილი არის სანქციები, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ საერთოდ არ ხდება ამ სანქციების გამოყენება. და თუ კი შევადარებთ, თქვა მეორეს მხრივ ახლად მიღებულ კანონმდებლობას, ზუსტად იმავე პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ-ერთი მუხლი, სადაც ამომრჩევლის შესაძლებელია 3 წლიანი ამომრჩეველს შესაძლებელია შეეფარდოს 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პარტიას მოსთხოვს რაიმე ფინანსური ღირებულების ან მატერიალური ღირებულების ნივთის გადაცემას და ასე შემდეგ. ანუ მართალია ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი დააწესოს სანქციები დარღვევებისთვის, მაგრამ ეს დამოკიდებულება გარკვეულ ტენდენციას უსვამს ხაზს. ანუ სახელმწიფოსთვის რა არის უფრო მეტად პრიორიტეტული? ანუ ის სადაც ძალიან მკაცრ სანქციებს აწესებს, ის მიმართულება არის უფრო პრიორიტეტული და ნაკლებად პრიორიტეტულია თქვა დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა და თქვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ასე შემდეგ. გასაგებია, ჩვენი დრო იწურება, ბატონ გიორგი, ბოლოს მინდა კითხოთ, რა გაუმჯობესება შეინიშნება ამ კოდექსის პროექტში? ჩვენ ძირითადად დღეს ვაკრიტიკებთ, მაგრამ კი ბატონო, თავისთავად მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულწილად არის დახვეწილი ამ შემთხვევაში პროექტით, რაც არის წარმოდგენილი პროცედურები თვითონ ადმინისტრაციული აქტის გამოტანასთან მიმართებაში. მთელი რიგი ითქვა, მთელი რიგი პრობლემებზე იქნა აღნიშნული, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებასთან მიმართებაში, მაგრამ აქვე არის მნიშვნელოვანი, რომ კოდექსის ზოგადი ნაწილი, რაც გამოქვეყნებულია, ითვალისწინებს დამატებით ნორმებს, რომელიც დაარეგულირებს ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებას მოქალაქეების მიმართ. და როგორც უკვე ითქვა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და თავისთავად ის, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოადგენს აქვთ შენიშვნები ამ პროექტთან მიმართებაში და პროექტი დამატებით ექსპერტიზას გადის ევროსაბჭოს ექსპერტების მხრიდან არის ძალიან მისასალმებელი და თავისთავად იძლევა საშუალებას იმედისა, რომ შემდგომში გაგრძელდება დიალოგი ამ შემთხვევაში და ის პრობლემები, რაც დაკავშირებული არის მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებასთან მიმართებაში, გადაიჭრება და შემთხვევაში მოგვარდება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. კრიტიკა გამოგვივიდა, მაგრამ სიმშვიდე იყო და მომდევნო გადაცემაში ამ თემაზე თუ გვექნება, კიდევ იმედია მოვლენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მადლობას გადაგიხდით. რეკლამის შემდეგ კი ევროპულ არჩევანში საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვარ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1958 წლის 7 იანვარს ვოლტერ ჰალშტაინი ევროპული ეკონომიკური გაერთიანების, დღეს უკვე ევროპული კომისიის პრეზიდენტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.
1961 წელს ვოლტერ ჰალშტაინი კარლოს დიდის პრემიით დააჯილდოვეს ევროპის ერთიანობისათვის გაწეული ძალისხმევისათვის. 1962 წელს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება მოითხოვეს, ჰალშტაინმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს განიხილოს ირლანდიის გაწევრიანების საკითხით ცალკე. იგი მიიჩნევდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი გაწევრიანდებოდა, იგივე ბედი ეწეოდა ირლანდიასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე ქვეყანა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებს გარეთ დარჩებოდა. ამ დროს საფრანგეთმა ბრიტანეთის გაწევრიანებას ვეტო დაადო, რის გამოც ბრიტანეთი მხოლოდ 1972 წელს გახდა წევრი ქვეყანა. ვოლტერ ჰალშტაინი ფედერალური ევროპის მომხრე იყო, რომელსაც საკუთარი პარლამენტი და კომისია უნდა ყოლოდა. ამაზრის ოპონენტებს ის დიდ წინააღმდეგობას უწევდა. 1967 წელს ჯიმ რეიმ ვოლტერ ჰალშტაინი შეცვალა და ევროპული კომისიის მეორე პრეზიდენტი გახდა. ჯიმ რეიმ მიაღწია იმას, რომ გაზარდა ევროპული პარლამენტის უფლებამოსილება და პარლამენტის არჩევის უნივერსალური წესის შემოღებას დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის დროს იგი ხელმძღვანელობდა საბაჟო გაერთიანების დაფუძნებას 1968 წელს. ჯიმ რეიმ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1979 წელს, როდესაც ჰააგის სამიტზე ევროპის ლიდერებმა გადაწყვიტეს განიახლებინათ ევროპული ინტეგრაცია ორი ახალი ინიციატივით. ერთი მხრივ ეკონომიკური სავალუტო გაერთიანებისა და მეორე მხრივ ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის დაფუძნებით. ეს ორი ინიციატივა დღეს უკვე ევროსა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის სახით არის წარმოდგენილი. და ბოლოს 1970 წელს, საკუთარი საპრეზიდენტო მანდატის ბოლო წელს, ჯიმ რეიმ მიაღწია იმას, რომ დაარწმუნა წევრი ქვეყნების მთავრობები ევროგაერთიანებისათვის საკუთარი რესურსი დაეწესებინათ, რათა ევროპული ეკონომიკური გაერთიანება არ ყოფილიყო დამოკიდებული წევრი ქვეყნების საწევრო შენატანებზე და ბიუჯეტს გაერთიანების გარედან შემოსული საბაჟო და სასოფლო-სამეურნეო გადასახადების საშუალებით შეავსებდა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე პირველ არხზე ნახვამდის.